არჩევანი თუ ვარიანტი, მოდი ამ თემას განვიხილავ. მე განვავრცობ თემას არჩევანი თუ ვარიანტი, დააკვირდით და თავად გადაწყვიტეთ არჩევანი ხართ თუ ვარიანტი ურთიერთობაში. მას ასე რას ნიშნავს, როცა არჩევანი ხართ? ურთიერთობაში თავს ისე გრძნობთ, როგორც თევზი წყალში. არ თამაშობთ, ხართ ისეთი, როგორიც ხართ. აუტანელი თუ ასატანი თვისებებით. მუდმივად სასურველად, მომხიბვლელად, მნიშვნელოვნად ხართ წარმოჩენილი იმ ადამიანის მხრიდან, თითქოს დედამიწა მხოლოდ თქვენს გარშემო ბრუნავდეს. სისტემატიურად ყურადღების ქვეშ ხართ. გისმენთ, უსმენთ, არ გჭირდებათ დარდი და ფიქრი იმაზე, მასზე დიდი ხართ თუ პატარა, ლამაზი თუ უშნო, მდიდარი თუ ღარიბი. რადგან გაგრძნობინებთ, რომ თქვენ ერთადერთი ხართ მისთვის. ბავშვური, ლაღი და თავისუფალი ხართ. მშვიდად საკუთარ თავთანაც და გარემოსთანაც. გრძნობთ, რომ სწორი ადამიანი ყავთ გვერდით. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვაქვს ჩვენი დადებითი და უარყოფითი მხარეები და მაინც ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიღებული ყავხართ ისეთი, როგორიც ხართ. აი ეს არის არჩევანი, როცა პარტნიორი გირჩევთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ და სხვას არავის. პირველ ადგილზე ხართ და ეს ყველაფერი არის გაჯერებული სიტყვებსა და ქმედებებში. ახლა რას ნიშნავს იყოთ ვარიანტი? განვიხილოთ ეს თემაც. რას ნიშნავს იყო ვარიანტი? როგორ გამოიხატება ამ ყველაფერში? აი აქ ნახეთ პირიქით არის მოცემულობა, თავისთავად ლოგიკურიც არის. გეკარგებათ სილაღის, ბედნიერების განცდა. მუდმივად თავს გრძნობთ მეორე ხარისხოვნად, თითქოს ვიღაცის ჩრდილქვეშ. თქვენი ინტერესებიც და სურვილებიც უგულებელყოფილია. როცა მას სჭირდება, 10,000-იან დრაკონს დაამარცხებთ თქვენ. აი, როცა თქვენ გჭირდებათ რაიმე, წყალიც კი შეიძლება შეუწყდეს ონკანში. ადამიანი არც მიდის, არც მოდის თქვენამდე. აი, მაგალითად არის ხოლმე ხშირად შემთხვევები, თავს გიფუთავთ მეგობრები ბჭყალებში ვიყოთ. თითქოს არც არავინ ხართ, თითქოს თან ყველაფერი ხართ. აი ამ დროს ვარიანტი ხართ, რადგან რეალურად სათადარიგო სკამზე გაჯენთ. ვაი თუ ვერ იპოვოს უკეთესი, აქვე აქვს მეორე ვარიანტიც. ხვდებით, რომ დაკარგეთ საკუთარი თავი, სურვილებით და ოცნებებით, მაგრამ მაინც მასზე ხართ დამოკიდებული. ხვდებით, რომ თვითშეფასებაც დაეცა, ნევროტულ მდგომარეობაში გადახვედით, მაგრამ მაინც რაღაც გიზიდავთ. აი ამ დროს პარტნიორი ყველაფერში მართალია, თქვენ კი ყველაფერში მტყუანი. არაპროგნოზირებადი ხდება, ნახეთ, ერთ წამში სიყვარულს გიხსნით, მეორე წამში თქვენს დამცირებას ცდილობს. არაადეკვატური ხდება. ამაზე შემიძლია სხვა საღამომდეც ვისაუბრო, ამიტომ გავჩერდები, საკმარისია. და თქვენ თვითონ დადეთ დასკვნები, არჩევანი ხართ თუ ვარიანტი ურთიერთობაში. პირადი კითხვები WhatsApp-ზე 557 673 53 ძალიან გთხოვთ, ნუ მირეკავთ, მომწერეთ.